ACT კვლევა ზოგადად ატარებს უკვე დიდი ხანია სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მსგავსი ტიპის კვლევებს და ერთ-ერთი არის მომხმარებლის ხმა, სადაც ჩვენ ვსწავლობთ მომხმარებლებს და ვაანალიზებთ მომხმარებლის საჭიროებებს. ეს კვლევაც ზუსტად ამის ფარგლებში ჩატარდა. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით საქართველოს მასშტაბით გამოვკითხეთ 804 რესპონდენტი 18+ ადამიანები უშუალოდ ინფორმაციის შესაგროვებლად გამოვიყენეთ სატელეფონო გამოკითხვა. საინტერესო კვლევის შედეგებზე რომ გადავიდეთ, რა არის ის მთავარი კრიტერიუმები და ფაქტორები, რასაც ითვალისწინებენ მომხმარებლები, როდესაც შედიან მაღაზიაში და გადაწყვეტენ რომ იყიდონ ესა თუ ის სურსათი. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქართველი მომხმარებლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა პროდუქტის შერჩევისას, სასურსათო პროდუქტის შერჩევისას აქვს გემოსდა ხარისხს. 88% რესპონდენტების ხაზს უსვავს, რომ შერჩევის დროს სწორედ ამ ფაქტორს აქცევს ყურადღებას. თუმცა ასევე საინტერესოა მეორე ფაქტორი, წარმომავლობა, რომელიც რესპონდენტების 55%-ისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღების დროს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გემო და ხარისხი არის ყველაზე მნიშვნელოვანი მომხმარებლებისთვის, თუმცა ისინი ასევე ყურადღებას აქცევენ პროდუქტის წარმომავლობას და ასევე იმას, თუ რა ღირს ეს პროდუქტი. ეს უნდა მეკითხა, ფასს თუ აქვს მნიშვნელობა თქვენ არ გიხსენებთ. მესამე ფაქტორია 34% რესპონდენტების ზუსტად ეს არ არის უმრავლესობა და გადამწყვეტი, როგორც კვლევის შედეგად აღმოჩნდა. იმპორტირებული თუ ქართული, უფრო რომელი პროდუქტისკენ მიუწევთ გული, თუ მაგალითად ხარისხი არის ერთნაირი და არჩევანი აქვთ უკვე ამ ორს შორის გასაკეთებელი. კი, ეს ძალიან საინტერესო კითხვა იყო, რომელიც ჩვენც ვიკვლიეთ ამ კვლევის ფარგლებში და აღმოჩნდა, რომ საკმაოდ განსხვავებულია ამასთან დაკავშირებით დამოკიდებულება მომხმარებლების და ის ეფუძნება კონკრეტულ კატეგორიებს, თუ რომელ კატეგორიაზე, რომელ სასურსათო კატეგორიაზე ვისაუბრებთ. მაგალითად, ისეთი ტიპის კატეგორიებში, როგორიც არის ხილი, ბოსტნეული, რძის ნაწარმი, ნაყინი, ამ ტიპის კატეგორიებში რესპონდენტების უმრავლესობა ქართულ პროდუქტს ირჩევს და უპირატესობას ქართულ პროდუქტს ანიჭებს. რაც შეეხება ისეთი ტიპის კატეგორიებს, როგორიც არის მაგალითად ტკბილეული, ზესუმზირის ზეთი, ბურღულეული, ამ ტიპის ჩაი, აი ამ ტიპის პროდუქტებში რესპონდენტები თანაბრად ანიჭებენ უპირატესობას როგორც იმპორტირებულს, ასევე ქართულ პროდუქციას. ზოგადად ტენდენცია იმისა, რომ ქართული პროდუქციას უფრო მეტად ენდობიან და უფრო მეტად ანიჭებენ უპირატესობას, მთლიანი კვლევის განმავლობაში ეს გამოჩნდა. თუმცა აი თუ შევხედავთ კატეგორიების მიხედვით და ვნახავთ, სად არის შედარებით მაღალი იმპორტირებული პროდუქციის პროცენტი, ამ შემთხვევაში ვნახავთ, რომ აი მაგალითად მზესუმზირის ზეთის და ბურღულეულის კატეგორიაში შედარებით მაღალია იმ რესპონდენტების წილი, რომლებიც უფრო იმპორტირებულ პროდუქციას ანიჭებენ უპირატესობას. ეს ხომ არ არის იმასთან დაკავშირებული, რომ უფრო ხელმისაწვდომია იმპორტირებული პროდუქცია ამ კონკრეტულ კატეგორიაში. თუმცა კონკრეტული მიზეზები ამ კვლევის ფარგლებში არ გვიკვლევია, თუმცა შესაძლებელია ესეც იყოს. მე რამდენადაც ვიცი, ასევე კვლევა ჩაშლილი იყო რეგიონების ასაკობრივი კატეგორიის და გენდერის მიხედვით. აქ რა სურათი გვაქვს? ძალიან საინტერესო სხვაობები გამოვლინდა რეგიონის და ასაკის ჭრილში. რეგიონის და თბილისის ჭრილის შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთლიანი ტენდენცია ყველა კატეგორიის ჭრილში აჩვენებს, რომ უფრო მეტად მომხმარებლები, უფრო მეტი ლოიალობა გააჩნიათ რეგიონებში მომხმარებლებს ქართული პროდუქტის მიმართ, ხოლო თბილისში ეს შედარებით ნაკლები პროცენტით არის. ეს შეიძლება ბევრი რამით იყოს განპირობებული, მაგალითად თვითონ უშუალოდ პროდუქტის ხელმისაწვდომობით ან ადგილობრივ პროდუქტთან, ქართულ პროდუქტთან უფრო მეტი მიჯაჭვულობით, რაც რეგიონში შეიძლება უფრო მეტად ახასიათებდეს, თუმცა რეგიონის ჭრილში ეს მკვეთრად გამოჩნდა. რაც შეეხება ასაკის ჭრილს, ესეც ძალიან საინტერესოა. ტენდენცია კვლევის შედეგებიდან არის, რომ რაც უფრო იზრდება მომხმარებლის ასაკი, მით უფრო მეტად იზრდება ქართული პროდუქტის მიმართ ლოიალობა და არჩევა ქართული პროდუქტის. ყველაზე მკაფიოდ ეს გამოჩნდა მაგალითად ტკბილეულის კატეგორიის შემთხვევაში, სადაც აი მაგალითი რომ ავიღოთ
18-34 წლის ასაკის რესპონდენტების მხოლოდ 19% ანიჭებს უპირატესობას ქართულ პროდუქტს, როდესაც ტკბილეულზეა საუბარი, ხოლო 55 წლის და ზემოთ ასაკის რესპონდენტებში ეს რიცხვი 60%-ს კი უახლოვდება. და აუცილებლად მინდა გკითხოთ წარმომავლობაზე, აი ამ მიმართულებით რა გამოვლინდა, განსაკუთრებით რომელი ქვეყნის პროდუქციას ანიჭებენ უპირატესობას და რა სურსათის რა კატეგორიაში, ასე ვთქვათ. კატეგორიების მიხედვით ჩვენ ეს არ გვიკვლევია, თუმცა ზოგადად ვიკვლევთ, ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ ხშირად აღქმები არის ხოლმე განსხვავებული იმ სურათიდან, რასაც შეიძლება მაგალითად სტატისტიკის სამსახური ან სტატისტიკური ინფორმაცია გვაძლევდეს და შესაბამისად ჩვენ დავუსვით რესპონდენტებს კითხვას საქართველოში არსებული პროდუქციიდან რომელი ქვეყნის პროდუქციას თვლიდნენ ისინი ხარისხიანად და რომელს თვლიდნენ უხარისხოდ. ხარისხიანის შემთხვევაში აქაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ რესპონდენტების ნახევარი ქართულ პროდუქტს ხარისხიანად მიიჩნევს, ხოლო რაც შეეხება მეორე ადგილზე გასულ პროდუქციას, ქვეყანას, რომლის პროდუქციასაც რესპონდენტები ხარისხიანად თვლიან, დასახელდა გერმანია, 19%-მა დაასახელა გერმანია, თუმცა აქ საინტერესოა, რომ თუ შევხედავთ ზუსტად მონაცემებს, იმპორტის თვალსაზრისით სასურსათო პროდუქტში გერმანიას არ აქვს მაღალი წილი, ხოლო 3%-ია სასურსათო პროდუქტში, თუმცა რესპონდენტების აღქმაში გერმანული პროდუქტი მაინც ხარისხიანად აღიქმება. მაშინ როცა მაგალითად ასევე მესამე ადგილზე გავიდა რუსეთი ხარისხიანის აღქმაში, თუმცა რუსეთი ყველაზე მსხვილი, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორია საქართველოსთვის სასურსათო პროდუქტს, როდესაც საუბრობთ. ეს ტენდენცია ზუსტად ჩანს უხარისხოს შემთხვევაშიც. 30% რესპონდენტებისა თურქულ პროდუქტს უხარისხოდ მიიჩნევს და თურქეთი მსხვილი იმპორტიორია ჩვენ ვიცით, თუმცა ასევე მაღალი პროცენტია მაგალითად ჩინეთს 20% მეორე ადგილზეა, მაშინ როდესაც სასურსათო პროდუქციაში ჩინეთის წილიც ძალიან მცირეა და მხოლოდ 2%-ს შეადგენს. შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ და დასკვნა გავაკეთოთ, რომ რესპონდენტებისთვის ეს აღქმები ხარისხთან დაკავშირებით მხოლოდ სასურსათო პროდუქტს არ უკავშირდება და უფრო შეიძლება დაკავშირებული იყოს ან ზოგად მათ გამოცდილებაზე, ნებისმიერ სხვა პროდუქტთან დაკავშირებით, ან იმ სტერეოტიპებზე, რომელიც შესაძლოა ჩვენ საზოგადოებაში, წლების განმავლობაში გვქონდეს.